გადასარევია თურმე რა კარგია დამიყვანეთ აქედან ხალხო შენ არავის არ უნდადი მართლა ეგრე იყო შენ შემთხვევითობა ხარ უფრო საყვარელი შვილი რომელი იყო ალბათ მე ბოსი ვინ იყო? კაი, დედოფალი რო შენ იყავი, გავიგე. ბოსიც მე ვიყავი. რატო თulis რუსკა თავის თავს დედოფლად? აი, ხა მაგას ნუ ამოჭერით ეს დედოფალი, რამდენჯერაც იქნება თავს მოვიკლავ. მე მგონი ძალიან ბევრი ნახვა გვექნება ყველას. ვინ უფრო კაი მსახიობი? მე ვიყავი მაღალი გამხდარი ისევ სკვიდვარდი. მის ეზო ჩავატარე ერთხელ. რა დაბაშავე. მე გავხდი მის ფიფქია. აი, ყურებიდან რო ბოლი გამოსდის, აი ეგრე გაბრას და გამწერდა. აუ, დავაირა. გაჩერდი მასადე. ნუ მეჩრები საუბარი. აუ, გაჩუმდი ეხლა. გაჩერდი ეხლა. არ ვინა ეხლა. როდის დამთავრდება ეს პოდკასტი? ეს იგი მე კარგია რომ გადავრჩი. მე ესე გავაკეთე. და ცხენი გეგონა. მახინჯი იყავი დამანებე თავის მთავია. ეგ ბონუსად დაერთო. გასრავად. ოი დღეს სამშემთვარებაზე. გამოდით სამშაბათს და თვალი ჩაუყარით თქვენს მომავალს. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს, მე ანა ვარტყებუჩავა და დღევანდელი ჩემი სტუმრები არიან ულამაზესი გოგოები, კინაღამწვანთ და ვინები არიან? დები, ლამაზები, ნიჭიერები და ძალიან მხიარულები, ამიტომ მოემზადეთ დღეს ძალიან მხიარული პოდკასტი გელით. აქვე ვიტყვი რომ ჩემი სპონსორია Ashley Home Store, რომელიც ამერიკული ხარისხის ავეჯს გვთავაზობს, როგორც ჩვენი სახლისთვის, ასევე ოფისისთვის და ასევე მადლობა ორნაბიჯს, რომელიც ჩვენი სპონსორია და გეტყვით რომ სნეკის მოყვარულებს შესაძლოა ხარისხიანი და ბიუჯეტური ჯექერით ძალიან მოგეწონოთ. გამომივიდა მე მგონი ყველაფერი. არ მაგცემენ ყურადღებას და ამიტომ შემიძლია ყველაფერი გამაგრძელო და წარვადგენ ჩემს სტუმრებს, ნინუცა და რუსკა მაყაშვილები. ხდება. აი, ძალიან მხიარულები ვარ, ძალიან სუმინდება რა. თუ რაღაცები გააფუჭო თუ აღარ იყო მხიარული. არა, რა მხიარულები. არა, მხიარულები. რა, დები მხიარულობები. ყველანაირად შემიძლია წარგადგინოთ. როგორც ძმების გარდა ყველანაირად შეიძლება. გაჩმა შეიძლება დაძმა. ეს ამას ბავშვობაში ნიშკას ვეძახით. ადექი ამ შავ სამბოში არა, ეს ერთი ქერექტერი არის ჩემი, რომელიც პერიოდულად იღვიძებს ხოლმე კი აი ეს პერიოდულად მაგარი ქერექტერი გააღვიძა დღეს. არა, დღეს არ გამიღვიძებია. ცოტა ხანია გაღვიძებული, მაგრამ ძირითადად ეს იგი მე ჭიმაქრო აქ რაღაცა ხანდახან უნდა გაგაჩეროთ ხოლმე რომ ჩვენი ერთად მოვანასწრო. რამდენი წელია სხვაობა? წელიწად ნახევარი 2 წელი. წელიწადი და 4 თვე. წელიწად და 4. მოვევლინე მე ჯერ პირველი ამ ულამაზეს. უი რა საინტერესო. სამყაროს საქართველოს თბილის. მე იფიქრეს ჩვენ მამშობლებმა რომ მარტო გაეპარათ. და ხო, მაგას დაიფიქრეთ მაგდენი გაეპარათ. გაეპარა? შენ არავის არ უნდადი. ბავშვების შენ არავის არ უნდადი. მართლა ეგრე იყო. შენ შემთხვევითობა ხარ. კი და ექიმ ჩემს უთხრა არ ვიცი როგორ წევსო და აღმოჩნდა რომ მეც გაგავალ. მართლა? ხა, ბიჭი უნდა დათ მაგრამ ბიჭი ხო გაჩნდა მე ოჯახში. მართლა გაბულინგებდა რომ შენ არავის არ უნდოდი? არა. ვიცი, მაგ სფეროში არ დაუბულინგები, რა დანარჩენი ყველაფერში. რაში დაგაბულინგები? ისე ჩერდი ეხლა მომიპრაწავ ხალხში. ეზოშიო ჩადიო, მე კი არა მთელ თამარაშულს აბულინგებდი, ეზოშიო ჩადიო და ხალხი ბავშვები სახლში აყავდა. კაი, მოიცადე ხა. არ ვიყავი მე ბულერი. არა საერთოდ. ეჭვიანობდი ხოლმე პატარა გაზე? არა, ამაზე რა ეს რა არ მქონდა საეჭვიანო, იმიტომ რომ მე მაგ პერიოდში სულ ვთვლიდე რომ დედოფალი ვიყავი ყველაფრის. მე როგორც ვთვლიდი იყავ. არა, ბიჭო, როგორც დედაჩემმა მომიყვა ეს პატარა რო იყო და მაშინ ლოგინში რო იწვა, თურმე გაგუდვას უპირებდი თურმე და შემომისწრეს ოთახში. კი, მეორეჯერ წარმატებით დასრულდა მისი მცდელობა ჩემი გაგუდვის და CS რო შემასხისა. გაზი შევასხი 90-იანებში გაზი შევასხი. აი, pepper spray ასე ვთქვათ, დედაჩემს ხო ნუ 90 ბნელ 90-იანებში დედაჩემს აქონდა, იმიტომ რომ ნუ მეტროში და ზოგადად საშინელებაში საქართველოში არ შეშოვებოდა გერმანიიდან ჩამოყალიბდა pepper spray. დაცლილი იყო ეს მაგიდაზე ეგდო
და რუსკამ აიღო და ჩემზე დაცალა რაც არ იყო. ადამიანია დაცრილი მეგონა და ისე შეგასწრა. თან ეს ის პერიოდია აი აბაზანაში რო წყალს აგროვებ ხო იცი ამ სათოლში და ერთი ჩერო წყალი. დაინეო რა მომივიდაო შევარდა აბაზანაში და ამ ცივ წყალში თავი ჩაყო და მე აი ნესტო და ყურიდან თვალიდან ღრძილებიდან სიცხლი მომდიოდა ყველაფერიდან და ვიგუდებოდი და ამიტომ ეს რო შევასხი მე მეგონა რომ ჰაერი გამოვიდა მაგრამ რაღაცა იყო დარჩენა ეთყობა და ამას შეესხა და ნინუცას შეესხა და მე არ შემესხა მაგრამ ეთყობა ჩემზე და სახი ამეწვა საშილა და შევარდი ამ აბაზანში კარი ჩავკიდე და პირდაპირ ესე თავი ჩაყო და მე ამას ვიხჩობი საკუთარი და შენ რო დამაყენე კედელთან და კოვზები რომ ესროლე მაგ დროს კასანდრას თამაშობდით ეგ შენი ინიციატივით იყო კასანდრა არ სერიალი კასანდრა არ გახსოვს რანდუჩარი მეგონა მე თავი ვიყავი რანდუჩარი და ეს კასანდრა და აბა დედოფლობა რო გინდოდა ხო და დამაყენე და მის მაგივრად დანების მაგივრად კოვზები მესროლე ეგ გამართ დაგინდე და დანები არ გესა მადლობა დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ბავშვობა ხო ქონდა შობელი რო შემოდიოდა ეს მე არ ვიცი როგორ მოხდა და ესეთი ანგელოზის სახეს მინიღებდა ამ დროს შობელი არ შემოდიოდა სობელი როცა შემოდი რაც არ უნდა მომხდარიყო ვინც არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე ყველაფრიდან მშრალი ამოვდიოდი მე მართლა აი კუთხეშიც რო გვაყენებდნენ 3 წამში რუსკა იყო გამოსული იმიტომ რომ იყო პათოსის დედა და რა დაბაშავე მე სანამ ბოლო მეზობელი არ შემოვიდოდა და ბოდიშს არ მომიხდი და მშობლების და ოჯახის წევრების იმითი რომ სახელით რატო დამაყენეს კუთხეში არ გამოვდიეთ ანუ შეეძლო რომ 2 დღე არ გამოსულიყო კუთხიდან მართლა ეგეთ რაღაცებს თუ უკეთებდი არა ნუ ახლა რუქჯინე აი რუქჯინე წარმოიდგინე ერთ კუთხეში ნუ იდგა კეუტყვი მე ხო ეგრე მოგვა ერთორი ისთვის გავშდი რა თეატრის ბავშვი ყველაფერთან რაღაც დროს გადიოდა ეს დასჯა და მე გამოდიოდი ნინუცა იყო და უშვებდნენ მე აი რა პოზაშიც მაყენებდი იმ პოზაში ვიდექი ბოლომდე მედგრად იდგა კი ეხაც ეგეთი ხარ შენ გააჩნია ვერ ვიტყოდი ეხლა მე ვარ ეგეთი ვერ ვიტყოდი აი ეხლა შენ ხარ ეგეთი პირიქით არის ნამდვილად ყველაფერი კაი ბოსი ვინ იყო კაი დედოფალი რო შენ იყავი გავიგე ბოსიც მე ვიყავი ბოსიც შენ იყავი ხო მე ვიყავი ხო ბოსი ანუ შენ ეუბნებოდი ამას რაღაცებს და შენ უჯერებდი რა შენ დექი კუთხეში არა მე ვიდექი კუთხეში არა ეს მიყავდა დაჯერებით არ უჯერებდი არაფერს უბრალოდ იმდენად აი არ მსიამოვნებ და მისი ეს ჩემი მისამართი ბოსობა ძალიან მაგრამ ცემდი პირდაპირ წემდი მართლა ძალიან მაგრამ ცემდა ხალხო ანუ ისე ზირთადად საჭმელზე იყო ხოლმე ჩხუბი ტანსაცმელზე იყო ხოლმე ჩხუბი და ჩემს წინ იჯდა მაგიდას და როდესაც აუცილებელი მოცემულობა რო იყო რომ სუპიც უნდა გვეჭამა და წვნიანიც და ბოსტანეულიც დაჭრილი და ასე შემდეგ ლობიო რომელიც ამას არ უყვარდა მე მიყვარდა მწვანე და მე მიყვარდა წითელი და ამას უყვარდა წითელი ანუ ის იყო მაგრამ გიყვარს არ გიყვარს არ არსებობს უნდა ჭამო შემდეგი 3 დღე იმიტომ რომ ბევრია გაკეთებული და მწვანე ლობიო რუსკას არ უყვარდა და აი რა წამსაც სიტყვაზე დავждებოდით საჭმელად და გავდიოდი მაგალითად ან რაღაცა საჭიროთა ხახსა ნაჭამი თებში ხდებოდა ესე უკან გადადებული უკან ესე მიდებდა ამ ყველა კაი ეგ ძალიან მარტივ რაღაცაა ნინუც რასაც გიკეთებდი ეგ არაფერი არ არის იმასთან მე რის გამოც მე ვისჯებოდი ისე მირტყავდა ფეხებში მაშინ ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი და ნუ აი ბალერინას ფეხები საერთოდ არც ვაპირებდი ეს ბალერინას ფეხები არ არის მაგრამ პირდაპირ ფეხებში მირახუნებ და ძალიან მწარეთ აი ძალიან მწარეთ მაგრამ ერთხელ ხო ძალიან გცემე. ერთხელ ძალიან მცემა და აი ისე გაამწარდა და აასხა და აი ნუ იტყუები ძალიან და ჯერიში რო არის ხო იცი აი ყურებიდან რო ბოლი გამოსდის აი ეგრე გაბრას და გამწარდა და დამაგდო ლოგინზე მიმადებინა თავი კედელზე ყური ესე 4 ნაწილად დამიკეცა და მიმიჭეჭა აი ესე უჭჭყავდი ანუ ვაფშე არ ჭირდება კითხვის დასმასა და ჩვეულებრივად მე შემიძლია გადაცემით არა ჩვენ ძალიან მომწონს მე შემიძლია გავიდე ბავშვი ვხედო რა ვიცი რაღაც წყალი მოვიდანო სლად გიყვებით კაი თამრიკო როგორი დედა იყო ამ დროს როგორი ქცეოდა ასხვავებდა პირველს მეორეს იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვაბრალებთ უფრო საყვარელი შვილი რომელი იყო ალბათ მე ეს რა უტანელი დაყოფილა არა შენ გრძნობდი ამას რომ ყველაზე საყვარელი შენ არა მაგას ვერ გრძნობდი თამრიკო ძალიან მკაცრი იყო საერთოდ ვერ გრძნობდი თამრიკოს თუ შეიძლება რომ საყვარელი ყოფილიყავ თამრიკო ძალიან მკაცრი იყო მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახალგაზრდა იყო როდესაც ჩვენ უკვე ჭუად ყოფილი ბავშვები ვიყავით თამრიკო ახალგაზრდა იყო ძალიან და საკმაოდ მკაცრი იყო აბა ერთი რამე არ გვექნა ისე რომ ანუ ხო გეუბნები უკვე აი აზე რო ხარ მოსული რა რომ ერკვევი რაღაცეებში რა კი
ანუ ყველაზე დიდი ბულერი ეგ იყო საბოლოო ჯამში. 18 წლამდე ძალიან საკმაოდ ისეთ რთულ პირობებში გაგვზარდა. მე ვიცი რომ კალგოტკას არ გახდევინებ და სადღაც მოყევი რომ კალგოტკი დავდიოდი არა, გამოცდაზე თეატრალურში რო ვაბარებდით მე და ნინოცა 40 გრადუს სიცხეში გამოგვაცვა 200 დენიანი კალგოტკა. შავი კალგოტკები რო იყო ისინი ეგენი ამოგვაცვა არა რომ არ ცუდი ტონიაო რომ წინდებით შეხვიდეთ გამოცდაზე. საბოლოოდ მადლობა გვითხრეს მე გამომცდელებმა კი. ვერ დავინახეთ. არა, ზოგადად ანუ მადლობა ხო, რომ რაღაცნაირად ისე ყოფილიყავი და ყველა იყო ჩვეულებრივ ტანისამოსში ჩაცმული, მე და რუსკა საუკეთესოებში. ხო, არა, მაგაზე კი არა, მეც ეგ მიკვირდა რომ რა დედა რა კალგოტკა დედა ახლა კალგოტკა მე თუ გავედი და კარგად გავაკეთე რაღაცა რა კალგოტკა. არა და საბოლოოდ მართლა არ მჯეროდა შემოვიდნენ. ვინ გითხრა? მანამ გითხრა ბერიკაში მოდი. მადლობა, აი შემდეგ გამოცდაზე ტურზე გეუნებ. გამოცდაზე მოდით როგორც მაყაშულებსა წინდებს ნუ ჩაიცმევთ. ხოჩ, რა კარგია. მე ჩვენ სუოფლიანები ვიყავით, მაგრამ მადლობლები. ასალია დავიყვარეთ. ახლა აქედანაც კი ოქრი მომდიოდა. მოდიოდა. სამივე ტურზე თან. კი. ანუ ხალხო ვერ აგიხსნათ. მაგ დროს ცხელოდა ყველაზე მეტად ალბათ თბილისში. თან ამას ყველაფერს ემარტება ის ღელვაც, რასაც განიცდი ხა. აი მართლა გეუბნები. აი ესე მქონდა ხელები, იმიტომ ხელი რო ამეწია, აი კატასტროფა გვჭირდა. მადლობა დე. კაი, კალგოტკის ამბავი გავიგეთ უკან მიზეზი რა იყო და მაშინ სიმკაცრე რაში ყოველდღიურობაში სიმკაცრე რაში გამოიხატა. მაგალითად, როდესაც სადიპლომო საკურსოს ჩვენება გქონდა ხოლმე, არ გვაინტერესებდა არც ერთი გამომცდელის აზრი და პირველი იმას ვკითხულობდით, ამრიგომ რა თქვა. აი ხო, მაგრამ მაგაშიც გამოიხატებოდა რომ ადრე ვიძინებდით. სადღაც ესე ვერ დავპარაშებდით. ზოგადად გეუნები ბავშვობაში. რა არ ქონდა ნაჭამი? ნაყინია. ეს რო ვაბარებდი, ხაში ნაგერია ყველაფერი. კაი, თეატრალურამდე მითხარით. აი ეს თეატრალურამდე გეკითხა. თეატრალურამდე ხო, თეატრალურამდეც ბავშვობაში. კი. გვიან არ ჭამდით, აი როგორც გოგოები რაღაც ესეთ იმაში ყავით, რაღაც კაცი. საჭმლის ნაწილი ბებიას ეხებოდა, მაგრამ ძირითადად თუ არ ვჭამდით ან რომელიმე პრეტენზიას გამოვთქვავდით, საერთოდ აღარ ვჭამდით ვერ. ერთი თვე ნაყინი და ერთი თვე ლობი. არა, ზოგადად იმას ვტოვებდით ვახშამს ან რაღაცას ვტოვებდით. განსაკუთრებული დასჯის მეთოდები, ხო იცი რაღაცა იმპროვიზირებული დასჯის მეთოდები უყვარდათ მშობლებს. ეზოში არ ჩაშვება იყო კოშმარი. და დაძალებით მაშინ ბავშვობაში, აი რო გინდა რომ ეზოში ჩახვიდე და რაღაც ბავშვებთან ითამაშო, აი დაძალებით ციგნის კითხვა. ტელევიზორს ვითიშავდნენ. ტელევიზორს ჩემი ტრაგედია იყო უტელევიზორობა და ეზოში არ ჩასვლა. ანუ მეტი რა უნდა გექნა ჩემთვის არ ვიცი. ანუ ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩემთვის. ტანისამოსის კონტროლი, აი რაღაცა სტილის ტანისამოსის კონტროლი არ ქონდა, რასაც გვიდებდნენ, იმას ვიცვამდით. არა, კონტროლი ხო, ანუ კონტროლი არ ქონდა, რაც ქონდა, იმას ვიცვამდით. ანუ თან ახლა და კონტროლი. არა. 90-იანები თან რა, ანუ სად იყო ჩვენ ახლა საშუალო ფენაზე, საშუალო ფენის. ეგრე ვიყავით ყველა ვის მამამაც კიდე მაინც ცოტა რაღაც ის იყო. დაახლოებით იმ დროს რა ვიცი, როგორ შეიძლება ითქვა. კორუმპირებული შვილი თუ არ იყავი, ან კიდე რაღაცა განსაკუთრებული ისეთი. კი, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით ოდნა განსხვავებულად ბიძაჩემი გვიგზავნიდა ხოლმე ძირითადად. ბიძაჩვენი ხო აგზავნიდა ფულს. მე მეთყავდა ბიძა რომელიც ბიძა იყო ჩვენი მამა, კი. ზარას პირველი დასაცველი მათ ჩამომიტანეს. აი ხო ჩვენც აი ოღონდ როგორი რაღაცები, იცი, აი საერთოდ თბილისში რო არ ქონდა და ნახე ეგეთ რაღაცებს აგზავნიდა და საოცრება იყო ხო. ანუ კარგად ვიყავით, არ გქციოდა, არ გწყუროდა ნამდვილად. დაუბრუნდებოდი დიდი სიამოვნებით და მაინც კარგად მახსენდება ყველაფერი იდეალურად. ძალიან კაი იყო. იცი რომელი იმარჯვებდით ხოლმე ჩხუბის დროს? გამარჯვებულები ვინ იყო? სიტყვიერად? რა, ყველანაირად. სიტყვიერად ის და შენ მაგით ანუ ისეც გეტყოდა რომ ან თავი უნდა მოგეკლა, ან და გაგელახა და. აუ თავი უნდა მოგეკლა. აუ არა, ის საშინელი ენა ქონდა. აი მართლა, ნუ ქონდა ხო, ანუ აი ბავშვობაში მართლა დაუნდობელი იყო. და ჩამშვები რომელი იყავი ჩამშვები? მე ვიყავი ყველაფრის მკადრებელი. ანუ მიდიოდი და ამ შენ ძალაუფლებას აკონტროლებდი ყველა ადამიანი. ის გამიწევდა მე რომ გავლახავდი, მე ის მიდიოდა და ეუბნებოდა რომ გამლახაი და თან მისთვის რომ ეს ფეხები მისი გეგონება ეს ვიყავ ნინო ანანიაშვილი მომავალი. კი და მე მაინც მე ფეხებში ნუ მირტყავ ეს ეუბნება. არა, ნუ აი საოცარ სპექტაკლებს ვდგავდი იმისათვის რომ ნინოსაც დაესაჯათ. მართლა. კაი რა. მე ორი შვილი მყავს და გოგოები და იცი რა ხდება ეგენი რო ჩხუბობენ? ერთი არის ძალიან დინჯი და
არ უნდა უყურონ ამ გადაცემას. ერთი არის ძალიან დინჯი. და რაღაცებს ეუბნება და შვილო გაჩერდი ეხა ეუბნება ხოლმე და მეორე რაღაცა დროს დაამუღამარო, უნდა გადარჩეს და აი როგორც კუჩის კატას რო ეცემა აი ჩამოიკიდება და ანუ როგორი გაშველება მიცხოვს მე და ჩემი ქმარი ვაშველებთ როგორც ორ რა ვიცი აი თვალკაცს ჩვენი მხრიდან მეზობლებო თუ ჩვენგან ხმა გამოდით გამოდის ყვირილის იცოდეთ რომ მე როცა ყვირი მე რეპეტიციებს გავდივარ ხოლმე ძირითადად სცენარის არ გიგონოთ რომ ნამდვილად ყვირი და დანარჩენი ყვირილი ძირითადად არიან ბავშვები ხოლმე ხო შვილები ან ტელევიზორს აკაცეული არ ვიცი ჩვენ აფიშვეშია რამდენი გაიმართლა თავი რამდენი ზღვრიანებელი მე ლიფტიდან გამოსვლარ და ბავშვების ხმა გამიგია და მაშინ გამიგია ყველა ჩემი აწეული ტონი ესე იგი როგორ ისმის და იმედი მაქვს რომ როდესაც რა საკში მთავრდება ხოლმე კონფლიქტები როდის დასრულდა ჩვენ შორის შუღლი როდის მიხვდი რომ დედოფალი ვარ როდის აღიარე და შეგვე უბრალოდ მითხარი როდის შეგვე და როდის დაასრულე ჩემთან ომები კარგი ხანია მართლა? ეს რო არ მყავდეს მართლა არ ვიცი რა მეშველება. ოღონდ მართლა გეუბნები. აუ გაჩვენდი ეხლა. გაჩვენდი ეხლა. არ ვინდა ეხლა. არ ვინდა არა მართლა მე დედოფალი საუბრობს. დედოფალი. არა მართლა დედოფალი არის ეს ჩემი, იმიტომ რომ არ ძალიან მეხმარება ყველაფერში, არ ვიცი რა უნდა თხოვ ამას რო არ დაგეხმაროს. იგივე ჩემი შვილების დატოვება, მათი მოვლა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა ვიცი, ყველაზე სანდო ადამიანი. ესე გაქებს და გაკეთებინებს ამ ყველაფერს, ხო, როგორც ისე საფუჭი რო ისიან. მომენტია, ანუ ცუდად უთხრა, ცუდად კითხა. არა, იცი როგორ მომენტია. მე მასე ვაკებ ხოლმე მაგეთაც ხვევს. რადგან ეხლა ეს მე მაქებს და ეხლა არ მაცდის რომ ვისაუბრო, ანუ რუსკა რო არ იყოს, რეალურად ყველაფერი საერთოდ სხვანაირად იქნებოდა, შეიძლება აქაც არ მძდარიყავი. აი გაჩვენდი ყველაფერს მართლა. ყველაფერს ეს აკეთებს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე მართლა, იმიტომ კი არა, ხა ჩემი და რაღაც ანუ მართლა რანაირად ახერხებს ვერ ხვდები ამდენ რაღაცას. აი გოგო, მაგაზე ჩალაპარაკოთ, ბავშვობაზე მოვედით ჩალაპარაკოთ. არა, კითხვა იყო და კითხვა გაჩერდი მასადე. ნუ მეჩრები საუბარი. მას თქვი რა ძალიან კარგი გოგო. მინიმუმი არის რაც შემიძლია რომ მისთვის გავაკეთო. რა გოგო, ბავშვების დატო, ყოჩახ, შენ მაგრად იმუშავე ყველაფერს. მე რო დამირეკავს და თუნდაც გადავრა მაგარი. კაცებს შემიწვა. მარტო დედოფლებს შეუძლია რომ თან იყოს ესეთი თან ბავშვები დაიტოვოს ყველა კალი დედოფალი მადლიერი იყოს რომ ბავშვებს უტოვებ აუ არა იმათ დავიტოვებს რა საყვარელი სინამდვილეში ეს არის ჩემი დედოფალი ბოდიშს ვინ იხდის ხოლმე ჩხუბის დროს წყენის დროს პირველ ნაბიჯს ვინ დგავს უფრო ის ესეც დასრულობის ასაკში ვკითხულობ მე იმიტომ რომ ჭირდება ხოლმე რომ ბავშვები დაიტოვოს ბავშვების დატოვება ბოდიში გუშინები ყავი დამნაშავე დაიტოვე ბავშვებს დღეს ეგრე კი აი ზუსტად ეგრე ვშოვი მართლა ან გაჩნია რომ რადონეზე გამაბრაზებს შეიძლება ეს ყველაფერი ორი თვე გაგრძელდეს ამ მდგომარეობაში ეკთხავ ბაბადიე აღარ ვიზამ საჩუქრები შეთქმები ამ ყველაფრით მე როდის გთხოვ და როდის გევეძებ შემირიგდიო გაჩერდი ყველაფერი აქ არის ყველაფერი ესეთი აი ესეთი დიდ ხნის გაბუტულები ყოფილხარ ეს ალბათ გაბუტული მე ვერ ვქაჩა და შენ ამან რა უნდა გააკეთოს ანუ შენ უფრო ბუტია ხარ ბუტი არ ვარ ანუ ნაწყენი შეგიძლია იყო არა მოდ მე მე მასხავს მე უბრალოდ ცოტა ხანი არ გინდა რომ ბავშვები დაიტოვო და შენც გაერთო არა ბავშვებს მაინც დავიტოვებ უბრალოდ მასთან კონტაქტი ო ეხლა ისე გამოვიდა გეგონება სულ შენ ყავს ჩემი შვილები დატოვებული არა რანაირად ეგრე არ გამოვიდა ეგრე არ არის არანაირად არ გამო ეხლა ისეც რა უნდა ისეც რა გამოიტანოს მაგრამ ეგრე არ არის მაგალითად ბოლო ორი კვირა არ დავიტოვებია იმიტომ რომ არ გცალია და იმიტომ მოვიცალე ხო კაი მეგობრული დები რო ხართ ეს დედოფლობის ის რომ ეს დედოფლობა რა თქმა უნდა ხუმრობა და შტერობა ეს ხუმრობა ხოლმე რა თქმა უნდა ეხლა რაც არ აიკიდოთ ხალხო რაღაც სისულელები არ ილაპარაკოთ რატო თulis რუსკა თავის თავს დედოფალი ახლა რაღაც დებილობებს მიდაწევ აქვე რო ყველაფერი დავალაგოთ ყველა ხალი დედოფალია მორჩით გავაგზავნეთ period კარგით საიდუმლოს როგორ ინახავთ ხოლმე იცით რომ ვიღაცას არ უნდა უთხრა კარგები ხარ კარგები ვართ კი ნამდვილად ერთმანეთთან ხო იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება არის რომ არ შეუძლია უნდა უთხრას რაღაცა არა არა ადამიანი თუ იმ დონეზე მენდობა რომ რაღაცა თავისი ძალიან ესეთი საიდუმლო და მნიშვნელოვანი რაღაცა ინფორმაცია გამიზიაროს რანაირად შეიძლება ავდგე და ვერ სადმე სხვაგან ვიჭორავ
არა, შეიძლება დედას უთხრა, რომელიც ჯერ არის სათქმელი. არა. ბავშვს არა? არა, ერთმანეთის საიდუმლოებს და ზოგადად ჯერსერთი არც ვაცივდებით ხოლმე თუ რაღაცა არის თუ არის რაღაცა რასაც არ ვეუბნები, ან ჯერ არ ვეუბნები, მაგაზე პასუხი არ მომთხოვს რა. მაგრამ ყველაზე სანდო ჩემთვის კი ნინუცა არის. ოკეი, ვართ როცა ჩათვლის საჭიროს ან როცა ჩავთვლის საჭიროთ რომ რაღაცა გავუზიარო, მე უზიარებ თორე აი ის რა მამიყევი მაგრამ აი რაღაცნაირი საყრდენია რა მე ვამბობ რომ არ ვარ კიდე გაზრდილი მიუხედავთ იმისა რომ ორი შვილი მყავს ხო აი გამოვთხოვდი ან ხო ხდები აი რაღაცნაირად მაინც მიკერებული ვარ დედაჩემს და ჩემდას აი როგორ გითხრა აი მაგალითად ექიმთან რომ მინდა წასვლო მე თვითონ ვერ მოვაგვარებ მაგ საკითხს დედაჩემი მინდა რომ წამომყვეს ან ჩემი და მინდა რომ წამომყვეს აი არის რაღაცეები რაც არ შემილია პროსტა აი როგორც პატარაობაში ვიქცეოდი აი თქვა თინეიჯერობაში ან სტუდენტობის პერიოდში ზუსტად ისე მჭირდება დედაც და დაც აი სულ უნდა ვგრძნობდე რომ რაღაც საყრდენი მაქვს რომ მარტო არ ვარ აი ამ საკითხში თორე მეგობრებიც მყავს ძალიან ბევრი და კიდევ უფრო მეტად დამდგომი ვარ იმ მეგობრებს მეც და რაღაც ხო ხვდები და მაგრამ აი მე თვითონ რაღაც საკითხებში ვარ რა მიშველეთ გქოთ აეგრე ვარ ხო დედა მინდა და დამინდა და რომელიც ვიღაცა მინდა რომელიც მომივლის ხან ხო ისე უფრო დამოუკიდებელი შენც ესე ხარ შენ უფრო დამოუკიდებელი ხარ? მართლა? კი. მეც დამოუკიდებელი არ ვარ ახლა. არა, სხვა გულისხმობ. შენ როგორ არ დამოუკიდებელი რას ლაპარაკობ? არა, მე თავი მახსოვს უგიყურებ აი ეგ სხვა დამოუკიდებლობაა კიდე. აი ამ მიუხედავად ამისა, როდესაც აი რაღაცა ამდენს ვაკეთებ, თქვა ამდენს რა, ანუ შრომას ვიძახი, რომ ძალიან ბევრს მუშაობ, ხო აი ამდენს ეხარ შეიძლება ბევრს ვაკეთებ, ანუ ბევრს ვშრომობ ფიზიკურად, მაგას ვამბობ. მაინც ხო რაღაც აი მაინც მარტო მაგალითად აი წელიწად ნახევარია რაც მარტო შევძელი დაძინება. აქამდე არასოდეს არ ყოფილ ვარ მარტო. ხო ხდები ან მე და ჩემდას გვეძინა ერთად, ან დედა ჩემთან ერთად მეძინა, მე საერთოდ მე უყურეს საერთოდ მეძინა. ხო ხდები და მე უკვე როდესაც დავასრულეთ ეს ურთიერთობა და წამოვედი და რაღაცა და მომიწია რომ ეხა მარტო რჩები და ბავშვების თქვა არ არიან ჩემთან და მამასთან არიან. ხო აი მივხვდი რომ პირველად ვარ მარტო ოთახში, საძინებელში. ხდები არასოდეს და არ არის კარგი. თურმე გადასარევია. თურმე რა კარგია. ეგ რომ მოხდება რა კარგია მარტო king size bed. დაიძინეთ მარტოები მაქალებო. მე გეტყვით პირველად როდის დავრჩი მარტო. აი ეგ განცდა გამახსენდა რომ ცოტა რომ გეშინია და უცებ რომ მიხვდები რომ ძალიან კარგია. არასოდეს არ ყოფილვარ იქამდე კორპორატიულზე, იმიტომ რომ სულ ორსულად ვიყავი, მე ბავშვი მყავდა, ორსულად ვიყავი, ბავშვი მყავდა და მეორე დღეს გადაღება მქონდა, ვიყავი პირველად, სადაც ისე დავთვერი რომ 4 დღე მიცექი და გადასვლას მიკეთებდი. ეგეც ძალიან კაია. მაგას მე მოყვები, გადასვლა, იმიტომ რომ მოვიწამლე და მე რაღაცა გარკვეულ პერიოდს მე გაიზარდნენ ბავშვები და ისე მოხდა რომ ჩემი ქმარი მივლინებაშია, მე ვცხოვრობ მე-13 სართულზე. ჩემი ქმარი მივლინებაშია, ბავშვები დავტოვე და წავედი კორპორატიულზე რომ მეთქი ხახნო წავა. ვიგულაო დროა. და ვიგულაო თქო და ძალიან ისე ქუსიც არ მაცვია, მაგრამ უკვე რაღაცა თავისუფლება მივეცი რომ წავიდე. წავედი არც ისე ბევრი არ დამილევია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დავლიე მაინც. მოვედი და არ იყო შუქი. მე-13 სართულზე ამ შუშის ქუსლებით ავედი ფეხით სიბნელეში და ძალიან მეშინოდა, რომ აი რატო, აი ხა ერთადერთხელ მივეცი და ცოტა მეშინოდა. მე 15 წუთში მივხვდი, რომ ძალიან დიდი გოგო ვარ. ძალიან მაგარია რასაც ვაკეთებ. და რა სიწყმარი, იმიტომ რომ ჩავრდე მუსიკა, რომელიც მინდოდა, დავლიე რაღაცა ყინულებიანი წყალი, დავდიოდი ჩამოდღაბნილი ტუში. რას გინდა აკეთე? მერთო ვიყავი, არ ვიცი, 14 წლის თუ 15 წლის ანა, ისე რომელსაც არავინ არ ცაგო, თან დედაც რომ შენიშნებს არ გაძლევთ. ძალიან კარგი იყო. ხო და ეგ საკმაოდ დიდობაში მივხვდი რომ ანუ ეხლა ვარ 39 წლის, ხო? ანუ აი 38 წლის ვიყავით, 37 წლის ვიყავი, მარტო რომ დავრჩი და თურმე მაგარია ხო, მაგრამ ანუ ვიღაცები ამას ადრე აკეთებენ, ვიღაცები ხო ხდები აი ყველას თავის ტაიმინგი. მე და ჩემი დავთვლით რომ საკმაოდ გვიან გავიზარდეთ რა. ანუ ეს არის მთლიანად მგონია რომ დედაჩვენის დამსახურება, იმიტომ რომ მქონდა ნამდვილი ბავშვობა, ნამდვილი თინეიჯერობა, ნამდვილი სტუდენტობა, აი რასაც ქვი, აი არც ერთი წამი არ მახსენდება რამე სტრესულად ან რაღაცა. ანუ გადასარევად ასწორებს. აი ბებია ჩვენი იმდენად ზრუნველი იყო და იმდენად
აი მართლა სადამდე შეეძლო, აი არ ვიცი, ყველანაირად ზრუნავდა, რომ ძირითადი ყოფითი რაღაცები იმდენად ჩახსნილი გქონდა, რომ დიდხანს და მაქსიმალურად შევძელით, რომ ბავშვები ყოფილიყავით. იცი რა მინდა კითხოთ? მე ეხაც ბავშვები ვარ ხან. ზოგი მილენიალი ბავშვები ყველანი ეგეთები ვიყავით ჩემი აზრით. ვერ ვიტყავდი, მშობლების ძალიან ხო, მაინც უმეტესად ის თაობა ბევრნაირი მშობლები იყვნენ, ანუ მკვეთრად განსხვავდებოდნენ. აი მაგალითად ზოგი საერთოდ არ უშვებდა არსად, ზოგი პირიქით თავისუფლებას აძლევდა. და მე რაღაცნაირად იმართლებდნენ ხოლმე თავს, რომ აი თითქოს ეს ჩაკეტილი გოგოები ძალიან მალე თხოვდებოდნენ. აგერა ვართ ამაზე რასაც ეგ არის მიზეზი ერთ-ერთი მიზეზი რატომ არა. შეიძლება რომ თქვა რაღაცებს რო გიგრძალავენ, როგორც კი გაგიშვებენ, მე რაღაცა მიამიტურად უყურებ გარემოს თუ გააჩნია როგორ გიგრძალა მოქმედებს თუ არა, აი დროზე გათხოვებაზე, დროზე გააჩნია როგორ გიგრძალავენ. გააჩნია რას გიგრძალავენ და რას არა. არ გიშვებენ არც. გააჩნია რა ინფოს გაძლევენ და რა არა. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მან მშობელს. ამ შემთხვევაში ბებია ჩემი და დედა ჩემი აი ძალიან სწორად აკეთებდნენ ძალიან ბევრ ამას რა. არც ერთი წამი, ანუ აი თუნდაც მართლა როგორ გითხრა 14-13 წლის ასაკში რომ მოვსულიყავი იმ პერიოდში მით უმეტეს არ გვიშვებდნენ არა შენ ვერსად ვერ მოხვიდოდი 14 წლის ასაკში ნინუცა ეხა რაღაცას მოიგონებ არ გიშვებდნენ თეატრ სად გიშვებდნენ 6 საათზე ნინუცა ეხა გონიოს სასწავთან ერთად რამდენჯერ გონიოს სასწავთან ერთად 11 საათზე გაკითხავდა თამარა და მოყავდი სახლში ნინუცა 14 წლის რო ვიყავი მე შენ იყავი 13 წლის და ყველაფერი შენზე კარგად მახსოვს 14 წლის რო იყავი არ მოდი ეზოდა გრენდაიზერი 18 წლები რო ვიყავით რო ჩავაბარეთ თეატრალურში მე გაგვიშვეს ყველგან სადაც მე არც მოვიკითხი ვარ არა ნინუცა განაირად ახლა აზრი არა აქ ხარ თემაზე ლაპარაკ გოშას პერიოდში მე თეატრალურში სწავლობდი ნინუცა აბარებდი ხო და 15-ის რო ვიყავი მაშინ გავიცანი ისინი 14-ის რო ვიყავი არა ეგრე არისო ძალიან არასწორად გახსოვს რაღაცები 11-ზე იყავი სახლში აი მე მიდი და რატო არ ეჭყვრატო გეუბნები აი ამ თემაზე აზრი არ აქვს დედოფალი სანამ დაბრუნდება. კაი, ხა მაგას ამოჭერეთ ეს დედოფალი რამდენჯერაც იქნება თავს მოვიკლავ. დედოფალი ცუდი არაფერი არა. ძალიან ცუდია. მე როგორც მახსოვს შენ ძალიან არა, მე ამაზე ვთქვი, მე არ დაგეთანხმე, მე მაგაზე მანჟრიალებდა ყოველთვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო. რა იყო გასაკვირი? არ, აი ხო, რაღაცა მაგ პერიოდში ჩემი ჯგუფელებიც, რაღაცეებიც, ანუ. რა თქვი? გავიგე დედა, მუშაობთ აქ ჩვენ. სად ვიყავი? ანუ ყველანი დათხოვდნენ გარშემო. ხო, აი რაღაცა აი თეატრალის პერიოდში ჩემი ჯგუფელების გათხოვდნენ ვიღაცები, ხო? აი მე სამანარაცი არაცხელა. ხო, ნუ ჩემთვის ეგ ძალიან არ მომდომები არც ერთი წამი, რა აი ჩემი ჯგუფელების ან ჩემი მეგობრების შემხედვარი, რომ მეც მინდა. მინდა რომელიც გავთხოვდები. არა, მინდოდა და მემთავრებინა სწავლა მქონოდა ჩემი სამსახური, მქონოდა პროფესია, ჩემი შემოსავალი და მე გამეკეთებინა ეს ყველაფერი. მე ხო სიაც კი ჩამოვწერე, გეგმა. მართლა? ეს ბავშვებთან მანიფესტირება 35 წლამდე მქონდა გეგმა ჩამოწერილი. რაც შევასრულე. ნუ განქორწინება არ იყო გეგმაში. ეგ ბონუს არ დაერთო. ეგ სურპრიზი იყო ცხოვრება. ეგ ბონუსი. საკმაოდ სასიამოვნო. მოულოდნელი. ხო, 35 წლამდე შევასრულე ყველაფერი. აბსოლუტურად. სად იყო ეს მანიფესტაციები და რაღაცები ეს რომ მაგას აკეთებდა. ხო ეხლა რომ დაიწყეს თქვენ დღეს სამშემთხვევას. გამოდით სამშაბათს და თვალი ჩაუყარით თქვენს მომავალს. ნერვები მეშება მაგას. აი ბავშვობიდან აკეთებდა ამას. დღიური ქონდა და ბოლო რა ქონდა რაღაც ახალი ბოლო ქონდა ორი ბავშვი, მეორე ბავშვი გოგო. მართლა. და 35 წლის ასაკში გავაჩინე გოგო. და ეხა ცხრები არ და მაანახოთ. ნინუცრო იცინი მართლა. ნინუცაზე არ ქონდა სია? ნინუცაზე არ მქონდა, ჩემი და გამჭირვებოდა ხა ნინუცაზე მქონდა. ეხლა ერთი წამი. იცი ამიტომ აი ყველა თავის ცხოვრება დაიწყოს. ყველა თავის გეგმა ჩავაწერო მანიფესტაციებს მიხედავს. მშობლებზე რაღაცა ნერვები გეშლებოდ ამას მე ესე ვიზა არ ქონიათ ეგრე? აი თქვა ამრიკოს რო რაღაცას არ ეთანხმებოდით უკვე დიდობაში და აი თქვა იგივე ჩაცმა თუ სახლში 10 საათზე რომ უნდა იყო, შორტები რომ უნდა ჩამოწიო, სახთა რო უახლოვდები. დედა ჩემს შორტების ჩამოწევაზე არ ქონდა პრობლემა საერთოდ. შორტები არ გეცვა საერთოდ თუ რატო? ფაქტიურად არ გვეცვა. ეხლა არ მაცვია ფაქტიურად, თორე ადრე მეცვა. არა, მაგეთ რაღაცებზე არ ქონდა არასდროს, მაგრამ რაღაც ჩაცმებზე რაღაცები ქონდა, მაშინ რაც მეუბნებოდა დედა ჩემი რომ კარგია და ჩაიცვი და მაცმევდა მაინც ეხლა ეს არჩევანის უფლება არ მქონდა. ეხლა ხო ახალი მოდა არის, რომ ეხლა რაც უნდათ ისქნან.
თვითონ აირჩიეს. თვითონ აირჩიეს ყველაფერი, თვითონ თქვას გამარჯვება უნდა თუ არ თქვას, ანუ ყველაფერზე რაღაცა ზომბები, ანუ რაღაც გამოთვლილი ზომბები უნდა გავაჩინოთ ეთყობა და თვითონ აკეთონ რაც უნდა. ანუ არა, ანუ რაღაცებს თვლი რომ უნდა ვასწავლოთ ჩვენ კი, შვილებს მე აუცილებლად. ეკლექტური სტილი ქონდა ჩემ დაიგოს ბავშვობაში, თუ თინეიჯერობაში. რავი, შეეძლო რომ პიჟამოთი გასულიყო გარეთ მაგალითად. საღამური ქვია ნინო მაგას. საღამური თუ გასრავად გასულიყო გარეთ ამშარვლით. შეეძლო რომ მაისური ამოეტრიალებინა და უგუმა ჩაეცვა და ასე გასულიყო. და რავი, ეს პროსტინამ მქონდა მოხვეული ერთხელ იმაზე რა ქვია. პიჟამოზე. კი. ეხლა შემთხვევით პროსტინა არ არის ზეწარია და რაც უთხარით პროსტინა პიჟამოზე. კი. პროსტინა პიჟამაზე. კაი, თქვენ თვითონ როგორი დედები ხართ? პაჯი გაწელია. პაჯი გაწყვეთ ბავშვებთან. მინორი то ეს ვის და ეს ბარბარიზმი გვაქვს რას ვიზამ 90-იანებში გაზრდილი თაობა ვართ და ხო ეს იმდენად გამჯდარი გაქვს რაღაცები ჩვენ ძალიან კაი თაობა ვართ მე თქვი საუკეთესო მილენიალები არის თარებადი და ყველაფრის ამტანი ნების ყოფილი მე მგონი ჩვენზე დგა საქართველო ანუ ვერ ამინჭებდებით ვერ გვერები გამოხდები ახლა ჯენზიკებით არ არის გამოხდნენ კაცო ჯენზიკები არ არის პრობლემა მილენიალები გამოხდნენ და გააკეთონ ის ხო იყვნენ ყველაფერი კარგად გააკეთონ ხო თავიანთი ჩვენსაც გავაკეთებთ კი სამაგერ ჩვენ შკობის არ გვეშინია შკობის არ გვეშინია და შეგვიძლია მე-13 სართულზე ყოველთვის ფეხით ავიდეთ კი ჩვენ ეს შევძელით არა ჩვენ ეს შევძელით კი 40 წლის ასაკში შევძელით ეს რა მნიშვნელობა თავარია კი მართლა ეხლა ესეთი მხიარულები რო ხართ და ძალიან ენერგიულები თქვენ თვითონ როგორი დედები ხართ ანუ ერთმანეთზე თქვა თუ საკუთარ თავს როგორ თავზე თქვი ერთმანეთზე მე ვთვლი რომ გადასარევი დედა ვარ და შემიძლია ჩემ თავს ეს კომპლიმენტი ყოველთვის უთხრა აუ რა კაი გოგო ხარ ოჩო და არ შეიძლება არც ერთი წამი ქალმა დედამ დააკრინოს თავისი თავი რომ შეიძლება მე დედაა და არა ანუ არც ერთი წამი ადამიანი რომელიც ცხოვრობს ყოველდღე იმისთვის რომ თავის შვილებისთვის ანუ რაც მე შვილები გავაჩინე თითქოს არ მახსოვს რას ვაკეთებდი მართლა ოღონდ გულწრფელად გეუბნები და ადამიანი რომელიც მართლა ყოველდღე ფიქრობს რა გააკეთოს რა აჭამოს რა ჩააცვას წავიდეს სატომ და იგივე სამსახურში წავიდეს იგივე იმ სამსახურში გადაათენოს იგივე მოიკლოს ის შვილები თუმცა ესე არ არის ჩემ შემთხვევაში მაინც იმიტომ რომ ისტერიულად აი აგერ არის ერთი ჩემთან ერთად ამას ვაკეთებდი დაბადებიდან მე ხვდები ანუ სპექტაკლებში შუა ვაჭმევდი ანუ იმიტომ რომ ხო ხვდები და ვთვლი და მაქვს უფლება უთხრა ჩემ თავს ის კომპლიმენტი რომ იცი რა ლამაზი და გადასარევი და მაგარი გოგო კი არა ვარ და რომ კარგი დედა ვარ და ყველა ქალმა თავის თავს ყველა დედამ აუცილებლად უნდა უთხრას თავის თავს რომ კარგი დედაა რა იმიტომ რომ ამას არავინ არ გეტყვის იმდენად გიუფასურებენ ამ საკმაოდ ძალიან ტვინის ბურღველ ამბავს ანუ ეს შეიძლება ხა ვიღაცას არ მოეწონოს რომ ტვინის ბურღვაო თქვა ანუ უდიდესი ნერვიულობა უდიდესი პასუხისმგებლობა თვალი ძილი ანუ საერთოდ არაძილი და შულს აშენდა ამ თავად აი ბავშვის გაჩენიდან იქამდე სანამ ხარ ცოცხალი მორჩა ანუ ეგ არის კი არაფერზე სხვაზე არ ფიქრობ ძალიან ფიქრობ მარტო თუ მართლა არაფერზე სხვაზე არ ფიქრობ შენ იყავი ძალიან პატარა ხო ბავშვი რო გააჩინე ჩემთვის ძალიან პატარა 21-ის არა, ნუ ჩემთვისაც ძალიან პატარა იყო, იმიტომ რომ პერიოდულად მივხვდით იმისა, რომ 38 წლის ვარ, ეხლაც ბავშვი ვარ და 21 წლის მართლა ბავშვი ვიყავი და რაღაცნაირად ის რთული ეტაპი პრინციპში რეალურად სიმართლე რო ვთქვა, აი იმ დროს დედობა ვერ შევიგრძენ, იმიტომ რომ სხვაგან მქონდა ტვინი. სად გეკნებოდა ტვინი? ბესოს ანგურის წოლი იყავი, სად გეკნებოდა ტვინი? სხვაგან მქონდა ტვინი და ეხლა და არის ეხლაც, ხო? ანუ ფაქტის კონსტატაციას ახდენს. შემდეგ კითხვა იყო სიმართლეს როგორ ეუბნებით ერთმანეთს ხო და პირდაპირ. ფაქტის კონსტატაციას ახდენს. შუქში იყო გავექცევით. კაი, ბავშვს დაუბრუნდეთ. იცი მაინტერესებს, აი შენ დედობა ვერ შევიგრძენი, რას გულისხმობ? გეშინო და მე მაგ ძალიან მეშინდა ჩემი შვილებს. გეშინო და ბავშვს როგორ მოვუარო, როგორ დაუბანო თუ ყველაფერი არა მე პატარა ბავშვებთან ურთიერთობა დაგისვა. ხო და აი პატარა ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარდა და რა მთელი ჩემი სამეზობლო ჩემი გაზრდილი იყო მე მგონი და ბავშვებთანაც მუშაობდი. და ელიზბარიც ჩვენ ძმაზე რძე წამოვიდა სხვათა შორის. მართლა. და მე გადავწყვიტე რომ ბავშვი გამეჩინა. შენი შვილი და შენი ძმა არიან თითქმის ტოლები? თითქმის ტოლები. აბა, სიგიჟე. ნუ თითქმის რა 2 წელი 3 წელზე. ელიზბარეთ რა თქვენაირად ტოლები. სერიოზულად. ან რომელი უფრო ნერვდაგლეჯილი დედა იყავით მაშინ მაგ დროს? შენ თუ თავი? ეს ალბათ ესაც სოდავი.
იმიტომ რომ ბევრ რაღაცასთან ერთად მომიწია ჭიდაობა და ეხლა თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე, ჩემი ძმა და ჩემი შვილი ვართ ძმა ისინი ერთმანეთთან ვერ ძოვენ მართალია, მაგრამ ჩემი სიყვარულით იტანენ ერთმანეთს, მაგრამ აი ვთვლი რომ საუკეთესო ურთიერთობა მაქვს ორივესთან. ვინმეს მიუნიშნებია, თითქოს ამ დროს ქმარია ხოლმე, დედამთილიც არის, და ვიცი, ნებისმიერი ვისაც არ ეკითხება ეს, ან ეკითხება, მე მგონი არის არ ეკითხება. ვინმეს მიუნიშნებია, რომ აი, ან უთქვამს, რომ ცუდი დედა ხარ? ორივეს გეკითხებით მაგას. კი, უთქვამთ. ხო, იმიტომ რომ ამას ისე ამბობენ ხოლმე, რომ აი ამას გასაბრაზებლად ამბობენ, რა თქმა უნდა. აი ხა ნერვები ეშლება. კი, არა, ხო ნერვები გეშლება. კი, ძალიან. ანუ ეს არის, ანუ ხო ვიცით, ეს ხო არის მოცელვა, აი ეს არის აკრძალული არ ლექცია. ვიცი, აი არ შეიძლება. სულ მეუბნებიან, რომ აი მაგას როგორ აქცევ ხარ უსკა ყურადღებას ახლა რანაირად შენ ხო იცი? ანუ მე ვიცი და სხვებმაც იციან არ მაინტერესებს, ანუ არც ერთ კონტექსტში ამას არ იმსახურებ, მე პირადად და ვთვლი რომ არ ვიმსახურებ, რომ ანუ სადმე ვინმე მსგავსი დამიძახო. შეიძლება პირდაპირ არ გითხრან, მაგრამ შენი გაკეთებული სხვანაირად გააკეთონ. კი, ხო აი რაღაც მიგანიშნებენ რომ თითქოს შენ არ გეყო სიყოჩაღე, გონება, გამოცდილება, სისუფთავე, ანუ ყველაფერზე თითქოს არ დააყენე წინ შენი შვილება, აი ყველაფერზე რაღაცა მიგანიშნებენ რომ ცუდი დედა ხარ, ანუ საბოლოოდ ეს არის ძალიან მტკივნეული ხოლმე. ხო, ამიტომ მაინც ამ შემთხვევაში მაინც ყოველთვის იმას ისევ აკეთებ და ისევ გამიკეთებია მაინც როგორც მე მინდა, როგორც მე, იმიტომ რომ როდესაც შვილებს აჩენიქ დამთავრდა ბებიები, მაპატიოს ყველამ რა. ანუ ყველამ მაპატიოს, თავდება ბებიები, დეიდები, ბიცოლები და ასე შემდეგ. ბიცოლები კაი იყო ძალიან. დამირეკეთ ხთოთ ბიცოლა, ნომერზე ბიცოლა. ყველა ბიცოლა. ხო და ანუ ჩემი შვილია ჩემზე კარგად ვერავინ ვერ ხვდება საერთოდ იმ შულს ჩემ შულს რა ჭირდება როგორ ჭირდება ცივა თუ არა ის წინდა ჩავაცვა თუ არა გავხადო თუ არა ქუდი დავაფარო თუ არა ეს ვაჭამო რა დროს ვაჭამო და რა დროს არა ანუ საერთოდ ყველაფერი ხდებით აი გარი ამიტომ ხა ვისაც როგორც უნდა მე ხა სადღაც წაიყვანი დატოვებ ხო თქვა დედა ჩემ წაუყვანია და რაღაცა ზიზილპივილო ჩაუცმებია ხო ხდები აი რაღაცები გაუკეთებით მაგაშიც რო გითხრა დიდად მაგაზე ნერვები მეშლება თქო არ მეშლება მაგაზე ნერვები იმიტომ რომ ყველას თავისი ურთიერთობა აქვს თავის შვილიშვილებთან და ასე შემდეგ მაგრამ ჩემი სიტყვა ამ შემთხვევაში დედის სიტყვა არის კანონი. დედა ყველაზე კარგად გრძნობს ყველაფერს. ამიტომ აი ეგეთ რაღაცებზე ნერვებს არ უშრი. ჩააცვეს ის ზედმეტი რაღაცა პულავერი, გავიხდით აუცილებლად ჩვენ. ან ძალიან აქტიური, შენ ესეთი აქტიური დედა ხარ? ეხლა უფრო მეგობრები ვართ ვიდრე ეხლა მინახი ხართ ხო რომ ძალიან დიდია ეხლა იმისთვის რომ ესეთ რაღაცებს ჩაერიო მაგრამ ეხლა სხვათა შორის აი ამას აკეთებს ჩემ შვილებთან რაც თქვა ნოდარიკოსთან დააკლდა ხო ეხლა გარდატეხის ასაკში ვართ და ეხლა ვმაგაცობთ რომ შევინარჩუნოთ რომ ბოლომდე არ გარდავტყდეთ შევინარჩუნოთ საღი აზრი მაგრამ ეხლა შენ მეორე გარდატეხის ასაკი გელოდება რამდენი წლის ხარ შეიძლება რომ გითხო მე მგონი პრობლემა არ გიქნება ხა მაგას დაკავშირებით რამდენი წლის ხარ მე 38 38 მე 28-ის მე 14-ის აუ ის არ ნახე რაღაც მილენიანებზე რო დაიდო ახალი ისა რა ქვია რაღაცა ახალი კლევა დადეს რომ რაღაცა 86 წელს დაბადებული გამოდის 32 წლისო რანაირად არ ვიცი მაგრამ მიხარია რა პრობლემა მე არ მაქვს პრობლემა მე მტკინმეულად არ განვიცდი ჩემი ასაკის მე კი არ შემიძლია ნერვი არ მაქვს ეს თუდად ხდება მართლა არ მინდა ხო არ შემიძლია მე ვარ 42 წლის და 38 წლის და 42 წელს შორის 4 წელი ისეთი მკვეთრი განსხვავებაა რას მეუბნები აი ეხა შენ რო რაღაცებზე ნერვები გეშლები როგორ დიდი გოგოსავით კარიგებ მაგრამ მინდა გითხრა რომ ეხა შენ ოდნავ რაღაცა გაღიზიანი ცოტათი აი турბულენტობას განი 42 წლის ასაკში რომ გადატენი არახს და რომ დადებ მაგიდაზე იქნება ის როგორც შეიტყვი და ის ყველა მიცის რომ ასე იქნება ეგ ასაკი არის იცი რომ ამის გამკეთებელი ეგ ასაკი 35-დან იწყება მაგიტომაბობ საოცარი ასაკია აი ნელ-ნელა იქიდებ რაღაცა პერიოდულად იქიდებ რაღაცებს ესე იგი კიდე დამჭა ძალიან კარგი არის მე ძალიან აგრესიულად ავხსენ ეს საოცარი ასაკია 35 ლამაზია რა ძალიან კარგია და კარგი ასაკია ძალიან დიდი ხანი ველოდები 40 წელია ვამბობ რომ 40 წელია ველოდები 40 წელს რაღაცა არ ვიცი რაღაც ძალიან სერიოზულად ველოდები რომ 40 წლის გავხდები და აი ველოდები 1 წელი დავჭერ ნახოთ რა მოხდება ბავშვობაში პირდაპირ ეუბნებოდით და ერთმანეთს რო პირდაპირ ეუბნებით ყველაფერს ეს ძალიან კარგი მაგრამ მე რომ მეორე ნახევარი შემოდის
შეყვარებულებსაც პირდაპირ ეუბნები ყველაფერს. ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარე, თქვენ როგორც გიყურებთ, ასე თუ ისე შეიძლება პირიქით უფრო მტკივნეული და აიღო შენ თავზე, რომ რაღაცნაირად მტკივნეული სიმართლე უთხრა შენდას, იმიტომ რომ შენ ხარ ეს ერთადერთი გულწრფელი ადამიანი. მაგრამ, როდესაც შვილებია, როდესაც ქმარია, როდესაც უკვე პროფესია ჩნდება, მაგ დროს ცოტათი სიფრთხილე შემოდის თუ კიდევ ესეთი პირდაპირ ხარ და ეუბნები რომ ეს ცუდი ნათამაშებია. ეხა ეს ცუდი საქციელია. ეს ეხა შენი შეცდომა იყო მეორე ნახევართან ურთიერთობაში. ყველაფერს პირდაპირ აბსოლუტურად ანუ როგორ აგიხსნა არ არის ჩემთვის არ იყო ჩემთვის ხელი შემშლელი არაფერი აბსოლუტურად რა ამ საკითხში არ ვიცი იცი შენ რასაც ვფიქრობ შეიძლება ხისტად ხანდახან მაგრამ რასაც ვფიქრობ ყოველთვის იმას ვამბობ კი უთქვამთ რომ ეს არის ზედმეტი პირდაპირობა რომ არ ვარ გაესე ზედმეტად პირდაპირ რო ხარ არ შეიძლება ყველგან პირი მოვაღო და ყველაფერი ილაპარაკო რავი რაც არის ეგ არის ძმაო ხო მე ადრე უფრო ისეთი ვიყავი ემპათი და დამთმობი და სხვისი გამთვალისწინებელი და გამთვალისწინებელი და ასე შენ ანუ უბრალოდ მართა ერთად ცხოვრობ თან ქვეყანაზე შეიცვალა ძალიან აბსოლუტურად პირდაპირ მირჩევნია რომ ბრუტალურად პირდაპირ გითხრა რაღაცა ვიდრე აიგელულია არ მაქვს არც მაგის დრო არც მაგის ნერვი არც მაგის რესურსი და არც მაგის სურვილი რეალურად შენ თუ ჩემი პირდაპირობა და ჩემი აზრი შენზე შენთვის მტკივნეულია ესე იგი შენ გაქვს შენ თავთა პრობლემა და არა ის რომ მე რაღაცას გეუბნები თუ შენ თავს იცნობ ეხლა რაცა უნდა პირდაპირ მითხრა რაც შეიძლება არასწორი იყოს მადლობა თქო გეტყვი და ოკეი მაგრამ მე ვფიქრობ რომ ზოგადად ადამიანებმა პირდაპირ ისაუბრონ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ანუ ეხლა ძალიან საშინელი კითხვა უნდა გისურვოთ. მე მგონი ის არის აქვე საუკუნის კითხვა არის ეგ რომ აი როცა დაინახავ პაპსა კითხვა მაგრამ ძალიან ისეთია. ანუ რო გაიგო რომ ინცას ქმარი ღალატობს ეტყვი? აუცილებლად. და შენ აუცილებლად. ეგრევე. აუცილებლად. მაპატიეთ ყველა. ანუ მოღალატეებმა. აუცილებლად. ანუ ეს არის ქალური დაუწერელი კანონი, იმიტომ რომ სიტყვაზე ეს შენთვლი რომ დაუწერელი კანონია, თორე ძალიან ბევრი სხვანაირად თვისნიოცა. რა, რო ეხლა ძალიან ბევრი თვისნიოცა რო არის ძალიან ბევრი. მე რო გავიგო რომ ჩემ დას მისი მეუღლე ღალატობს, პირდაპირ მიხვალ თუ მე აღარ მყავს მეუღლე ნინუცა. არც მე არ მყავს მასე, მაგრამ ისე რა პირობითად. მომავალი მეუღლე. უკვე თუ ღალატობს. სადმე მომავალი მეუღლე. და ბასიკუდილებ მაგუბედურს და მე მეუღლე ვეტყვი. ან ერთად ვეტყვი და ერთად დავასიკუდილებ. იცი რა, ნახე, ჩემმა მეგო ყველა ანუ მსგავს სიტუაციაში ჩემი არჩევანია ეს. მე გადავწყვეტ ეს სწორი არჩევანი იყო თუ არ იყო სწორი არჩევანი, მაგრამ ესეთი მსგავსად აი ესეთი кейსი თუ არ იარსებებს ჩემს ცხოვრებაში რომ ჩემი მეორე ნახევარი ან ჩემი პარტნიორი ან ჩემი ვინც უნდა იყოს ხო ვთქვათ რომ ღალატობს ანუ ეს რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ვიცოდე აუცილებელი არის რომ არა არ შემიძლია გამორიცხული მე არ ვიქნები მე ჩემს სინდისთან მართალი რომ მე ვიცი რაღაცა და ანუ ადამიანს რომ გონია რომ ბედნიერია და რაღაცა თურმე ეს ყველაფერი გითქვამთ ეგეთი მტკივნეული რაღაცა გააჩნია ნახე კი არსებ გააჩნია მეგობარს გააჩნია იმ ადამიანს რისი გაგება სურს და რისი გაგება არ სურს ეხლა შენ რომ მკითხე კონკრეტულად მინუსა და მე ამ ინფორმაციას აუცილებლად გავცვლიდით და და შენც გინდა რომ გითხრა აუცილებლად და ყველა ჩემმა მეგობარმა იცის რომ აუცილებლად პირდაპირ უნდა მოვიდეს და მითხრას ეს ინფო დადასტურებული ინფო თორე ეხლა ის პერიოდი ეხლა ნახე რაც მე და ჩემი მეუღლე გავშორდით ეხლა უკვე ისეთი სიგიჟე ჭორები ტრიალებს ირგვლივ რომ ანუ მართლა ვეღარ ვეწევით ვერავინ ვერც ჩემი მეგობრები და ვერც ანუ ვეღარ ვეწევით უკვე ისეთ იმდენი სისულელეს არაფერი ჭორი არა უშავს მე რაღაცა სისულელები მაგრამ ნუ აი რაღაც სისულელე ჭორები ვრცელდება სულ და ამ შემთხვევაშიც რა ვიცი პირდაპირ შეუძლიათ მომწერონ და მკითხონ და აუცილებლად გავცემ ამ იმიტომ რომ რაღაც აი არ დამთავრდა ეს თემა რა რაღაც აი ამის ირგვლივ ტრიალებ უკვე წელიწად ნახევარია და ანუ ვინ არ გაშორებია კიდე ვერ გავიგე რა ვიცი პირველი და უკანასკნელი ამბავია ხო და ამიტომ ეს ჭორები და ეგეთი რაღაცებია ხო ხვდები ანუ მაგიტომ ირჩევნია რომ ყოველთვის პირდაპირ შვიდაწყნარად რა ანუ იცოდეს სიმართლე და არა ეს რაღაც გაგონილი იქიდან მოგონილი გამოგონი რაღაც სისულელეები რა ანუ ამერად არ ვიცი ეს გონებრივი ნაწილი აქ დაჩლუნგებული რომ რეალურად ურჩევნია რომ ჭორს და უჯეროს და არა პირველ წყაროს ეს უკვე
ყველაზე საწყენი ის არის ხოლმე ამ შემთხვევაში, რომ ქალები აკეთებენ ამ ყველაფერს. მიუხედავთ იმისა, რომ აი რაღაცნაირად ქალური სოლიდარობა არსებობს, ხო, გვერდში დაგიდგეს, რომ აი თქვათ, აი რაღაც ქალების გოგოების და ქალების წრეში რაღაცა განიხილება რუსკა, რაღაცა აი ამ რაღაც ბევრი სისულელით ყველა თავისას მიამატებს. რაღაცა ყველა თავისას ამატებს და მე ეს ინფო რა თქმა უნდა ჩემამდე მოდის. მე მაგრა ვერ ნეული რა არის ხოლმე? გასუქებული. ამ შემთხვევაში უკვე იმდენი ჭორი დაბზრიალდა, რომ საერთოდ არც არა, გარეგნობას ეხება პროფესიას თუ არ გეხება არაფერი? არა. როცა სიმართლე არ არის, რანაირად უნდა შემეხოს. როცა სიმართლე არ არის, რატო უნდა ვამტკიცო? ან ვის უნდა ვუმტკიცო რაღაცა? საკუთარ თავს იცნობ, როცა იცი როგორი ადამიანი ხარ, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა ილაპარაკოს. არანაირი აზრი არ აქვს საერთოდ. აი არანაირი. მით უმეტეს მე და ამას განსაკუთრებით კიდე ძალიან გამოგვიმუშავდა სკელი კანი, აი ეგეთ რაღაცებზე. მე ისედაც ზოგადად არ მაინტერესებს ხალხო ჩემზე რას ფიქრობთ. ანუ ეხლა ეს ჩემთვის სენსიტიური თემა იყო რაღაც პერიოდი, ეხლა აღარ არის უკვე, მაგრამ ნუ ეხლა ხო მაგრამ რა ვერ დაამთავრეს კაცო ამაზე იგივე რაღაცაზე ვერ ნერვიულებ. მე აი სულ მე ჩვენს ნერვები გვეშლებოდა რომ რეალურად არ მიცნობ და თავს აძლევ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ჩემზე თუნდაც ან ჩემ გარეგნობაზე ან თუნდაც ჩემ გადაწყვეტილებზე ან თუნდაც რაღაცაზე აზრი დააფიქსირო, როდესაც არც ჩემი ცხოვრები ცხოვრობ, არც ჩემი ემოციას განიცდი არაფერს. მაგაზე მეშლებოდა ნერვები. მე მივხვდი რომ უბრალოდ მაგასაც აზრი არა. აზრი არა და ეხლა კარგად ვართ. არ მადარდეს არაფერს საერთოდ. აი, პროფესიაზე გადავიდეთ. მსახიობები, ტელეწამყვანები ერთმანეთის კონკურენტად თვლით ხოლმე თავს? ან გიგრძვნიათ, რომ ეხლა თქვენ შორის ვიღაცა მარჩევანი უნდა გააკეთოს? არა. არა. მაგრამ თუ ღრმა ბავშვობას ავიღებთ ერთხელ ესე კონკურენტად არასდროს არ ვთვლიდი, მაგრამ გარეგნულად ყოველთვის მშურდა რომ ჩემზე ლამაზი იყო. და ძალიან სევდიანი ვიყავი ხოლმე მაგის გამო. მართლა. ყველა და თან სულს ვაწყობდი ამ სილამაზის კონკურსებს. სილამაზის კონკურსებს აწყობდა რომ ჩემი მე მოწყობდი სილამაზის კონკურსებში ვაგებდი. თვითონ აწყობდა. მე თვითონ ვაწყობდი და მე თვითონვე ვაგებდი, იმიტომ რომ ხალხი მაინც ნიუსას ირჩევდა. მე არ მელაპარაკებოდა. აბატრიელებ ხა მაგიტას. რა სევდიანი ბავშვობა გონია. ძალიან. ორჯერ ჩავატარეთ, მის ეზო ჩავატარე ერთხელ. დარწმუნებული ვიყავი რომ მის ეზო გავხდებოდი. რომელი წელი 98 თუ რომელი წელი? მის ეზო 98. მის ეზო თავისი ანუ საცურაო კოსტიუმები და ანუ ხალხო ერთი ძამი ანუ კოქტეილის მე ვიყავით ნომრები, დანომრილები ვიყავით ყველა და მე ვიყავი პირველი, მეორე ნიუსა იყო და მე მიყვებოდნენ რა არა. ეს ანუ დადგმა იყო თან აი რაღაცა თან აი საოცრად. კიბებზე ჩამოვდიოდი, სადარბაზოს იმიტომ რომ ეზოში შეგხვდა კუპალნიკების ჩაც. საცურაო კოსტიუმები. მაგრამ მე მაგწელს ხო წავაგე მის ეზო ნინუსა გახდა. მე წავედით ფასანაურში დასასვენებლად და გავაკეთე მის ტურბაზა. მოაწყო მის ტურბაზა. მან გავაკეთე მის ტურბაზა 98 და ნუ ხალხო მან რა ხდება, იცით რომ ბილეთები გავყიდეთ და ეს თან ტურბაზაში სადაც ვისვენებდით. ვაი, ყველა სუსა დედაჩემის მეგობრები, ნაცნობები, დედათან პატარები ვიყავით 98 წელს თამარ იყო რამდენი წლის იყო. ანუ კავშირი მაგ და გავყიდეთ ეს ბილეთები და ამ ბილეთებით ვიყიდეთ საჩუქრები, რომელიც უნდა გადმოეწოთ ჩემთვის. განდიდების მანია. გეტყვი ხა სად დამთავრდა განდიდების მანია. 98 წელს დამთავრდა ჩემი განდიდების მანია. და ანუ ხალხო და პირველ ნომრად და იკუპან და აუზის ესემაზე დავდიოდი და ხალხო რა ხდება, იცი 37 მონაწილე და განაწილებული მქონდა რომ პირველი ადგილი და ნუ მისები უკვე ზემოთ იყო და მე გავხდი მის ფიფქია. რა ფიფქია ხო და თან ჯიურის წევრებიც ყავდნენ ხალხო და ანუ ხალხო ხედავთ ირავარ კიცმარიშვილი მოვაწყე ყველაფერი საერთოდ და თან მაგ პერიოდში თქო რაღაც შეპყრობილი ვიყავი ამ სილამაზის კონკურსებით და ეთყობა მომწონდა ჩემი თავი რა და მანდაც წავაგე და ხალხო ეს რაღაც ჯოჯოხეთი ხო გავიარე და ამას დაავლე ესენიც მქონდა ანუ რაც კი სილამაზის კონკურსებში ჭირდება ყველაფერი მქონდა ეს ხო თან ვიღაც ბიჭი მომწონდა მაშინ იმასთანაც ხო შევწხვი ეს რაღაც და ჩემი სახე უნდა გენახათ ეს მიფიქე რომ დამამაგრეს ეს აი ვირის სახით რომ ვიდექი ამას დაავლეს ხალხი და ფასანაურზე თელ ფასანაურზე მოატარეს მანქანით ასე ამოყოფილი ყავდათ ეს ნინუც ასე ხელებს აკნევდა მანქანა ასე ხელებს აკნევდა და მე ამ დროს ოთახში აი როგორ ხავდი იცით მაგის მერე ჩავიბეჭდა თავში რომ არ უშნოდა ულამაზო და მაგის მერე ვერ ვიტან ჩემი დავნებდი მაგის მერე უკვე დაიწყო ის რომ მე ვარ უშნო და აი მის მერე ეს ვაგრძელებ მართლა ამის ბრალია ყველაფერი და მე დაუშნოც გავხდი იმიტომ რომ
თავი ლამაზი რო გონია მე ლამაზად იზრდები და 99 წელს შეჩერდა ჩემი სილამაზის განვითარება. ვერცერც სილამაზის აკლოები ანუ ხალხო არა ვინც კი მომეწონებოდა სიზმარშიც კი ყველას ნინუცა უყვარდებოდა. მართლა? აი სიზმარში მე სიზმრება რომ ვიღაც შემიყვარდა და სიზმარში მოდიოდა ნინუცა და იმას უყვარდებოდა ნინუცა და მიდიოდა. აი ნუ გამორიცხული იყო ხალხო, გამორიცხული იყო. ტყუილა ვძვრებოდი, მიდან ერთხელ მახსოვს წინდებიდან ამოვხვდი. სადღაც ვიყავით, ვიღაც ბიჭი მომეწონა ზოლიანი ისეცვა. ზედა რამდენი წლისები ვართ, არ ვიცი, 2000 წელიან, 2000 წელი. სადღაც ვყავდით თამარას წაყვანის უხ დავყავდით. ბერიკონში სადღაც ვიყავით. ნუ იქ ვიღაც ბიჭი იყო, ნუ ხალხო მართლა წინდები მეცვა და ამოხტებოდი ამ წინდებში, ჩავხტებოდი და ვის რა შეაინტერესებს. ნინუცას უყურებ და ნინუცას დასდევდა. ზედარ მოუფურთხებია. ატეხავდი ხოლმე, აი მარტო არ მიდიოდი, რომ ეს არ წამოსულიყო? არა, ვერ ტეხავდი, იმიტომ რომ დედა ჩემს არ ვიშვებდა მარტო და ერთად დაგვაწევდნენ და მე არ გამოდიოდა ცალკე. მე ვიყავი მაღალი გამختარი ისე რა სკვიდვარდი. სპანჯბობი არა, სკვიდვარდი. ვინ უფრო კაი მსახიობია? კითხოთ ახლა აი რა ვინ უფრო კაი მსახიობია? მე. ანუ თავისთავად. მაგრამ ნინუცა უფრო ნიჭიერია, იცი რა გქონდა? გაჩერდი. ნინუცას დაუდე, რა ვიცი მე, 37 ფურცელი და 15 წუთში ზეპირად გეტყვის. იგი მას არის კაი მსახიობია. ეს არის უბრალოდ კაი მახსოვრობა მაქვს. არა, კარგი, ნინუცაზე ვერ. ნახა, რანაირად მოხვდებოდით, ხო თეატრალში უნიჭო რო იყოს. თეატრშიც ხო ერთად აგვიყვანეს, ახლა უნიჭო რო ყოფილიყავი, რანაირად მოხვდებოდი, ხო? მაგ თეატრში კიდე ბევრი უნიჭო აიყვანეს, მაგრამ აგვიყვანეს ჩვენ. მერეც ალბათ. შენ მახსოვს ხარ თეატრალურიდან და მახსოვს რომ სასადილო შემოვიდა რუსკა გრძელი რაღაცა კუდუსუნამდე ნაწნავით და მე რო შევხედე მე მეთქი ეს არსება ვინ არის უწრილესი უთხელესი რაღაცა ისეთი და ამას კიდე ქვემოთ ნაწავი მოყვებოდა და რაპუნცელი იყო. არა რაპუნცელზე ლამაზი ლამაზიო ეხა იძახის გული არა ერთი წამით ხარ და ძალიან ლამაზი და მე კიდე ძალიან საინტერესო გოგო შემოვიდა აი ჩემთვის როგორც ცალკე მსახიობისთვის ჩამოიღეს რაღაცა მაშინია სილამაზეზე რო იწყებთ ლაპარაკს სილამაზეს არ ვიძახი უშნო იყავი მაგრამ თავისებურ მადლობთ ხო შეიძლება ვიღაცამ თქვა სიმართლე იმას რაც მე ვთქვი არა ლამაზი მაგრამ უშნო მაგრამ საინტერესო ეს უკვე საინტერესოა მადლობა პირდაპირობისთვის აი რა მაინტერესებს ეს შენ თulis შენ თავზე ასე მაგრამ ჩემი სტანდარტები მიყვირი რა ნუღირი არა ხო ვისთვის რა არის სილამაზე ხო ვისთვის რა არის სილამაზე ამას ვამბობ ამას გულისხმობ ლამაზი გოგო საყვარელი მახსოვს თეატრალური და ნინუცა და შენ რო სასადილოს შემოხვედი მე ვთქვი რომ ეს გოგო ვინ არის მეთქი? მე ესე გავაკეთე. ცხენი გეგონა. ლამაზი და ძალიან საინტერესო იყავი და კაი ჯანდაბა თქვენ და მაგის ვიყავი დამაგები. დამაგლიჯა ნერვები. ყველაფერში ვეთანხმებით ამრიკო, სუკალგოტკებში გატარებდი. ორი გუდავდი მაგითი. ეს ჩემი შვილების ოთახიდან კარს რო დაუკედა და იქიდან რომ მაინც ჭყვიტინი ისმის, ის იქნება სულ, ხო? არ ხმას არ დაუწერა. არა, რაღაც მომენტში შეჩერდება. 14 კარს რო ვკეტავ შუაში. რაღაც 14. მაინც ისმის აი სულ. არა რაღაც მე შენ კიდე არის მე ილია მყავს რომელიც საერთოდ შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს ანუ გათიშული მაქვს ტვინი ილია აი აქ მე რო სახში ვარ ილია აი აქ არის სულ და გაუჩერებლად დადის და უბრალოდ რეაქცია ნოლი აღარ მაქვს არ მესმის არ ჩამესმის აღარ მესმის მახსოვს ხარ შენ ბაკურიანი და რო ისვენებდი გახსოვს არა ამას ხოდა გაფენილი მინდორში ისა სპეცკურად ძალიან პიკნიკივით ეს რაღაცა იქ იჯდა ყოველ დღეს იჯდა ესენი დარბოდნენ ანუ არ ვინძრეოდნენ გოგოები დადიოდნენ და გადმოდიოდნენ ვიღაცა მოვიდოდა დაჯდებოდა გავიდოდა მეც მივიდოდი მოვიდოდი და ეს იჯდა იდო არ ვინძრეო მე ადგებოდა გადიოდა აიჭმევდა მაგრამ სახე ქონდა ეგეთი რომ აი რო ისვენებენ დედები ხო იცი როგორ კარგად ვისვენებთ ხოლმე ბავშვები არა საშინელება ეგ დასვენება ზამთარში რას ვაკეთებდი იცი ესე ბაკურიაში რომ მიყავდა ბავშვები ეხლავე მოვალ ესე ვიძახდი. ეხლავე მოვალ ავიდოდი ხოლმე ნომერში, ცოტა ხანი 1-15 წუთი ვიჯდებოდი ხოლმე, ჩამოვდიოდი. ან ნერვი არ შემილია, თოვლი და ბაკურიანი და ესე, ანუ თოვლი და ბაკურიანი მე ძალიან მიჭირს და სულ ბავშვებისთვის.
რატო? არ ვიცი ეს ჯერ ესე თოვლი არ მიყვარს, ზამთარი არ მიყვარს, სიცივე არ მიყვარს. და ამ ბავშვებსაც მაგრა კიდიათ ეს შენი თოვლიც და აი მაგრა ახატიათ. მაგრამ აი ამის კეთება რო გიწევთ, აი ჩააც ვიგახადეთ 15 წუთში ერთხელ. თა რო ჩააცმო და მე რო გეტყვის რა დიდა თვალიში ეს ორი კვირა გრძელდება დღეში 37-ჯერ, ანუ ყოველ დღე რო ერთხელ, ანუ დღეში 37-ჯერ ხდება, ანუ 5 დღე ხო არ დაასტუკებინებ ამ. თვითონ ეხლა და გაიხადოს მაინც აუტანელი, იმიტომ რომ შენ დგახარ იქ უბრალოდ ყინვაში. არა ფხიზელი? ფხიზელი. აუ რა კაი არ თქვი, ფხიზელი. თან ამას ისე აკეთებენ რომ მე ისინი სულ რაღაცა ანიმატორი ხარ? კი. შენ ხარ ანიმატორი სიცივეში, რომელსაც არ უხდიან. რა ვიცი, ან ძნელია. კი ძალიან და ეს მოგონილი ენთუზიაზმი ყველასფერში. დედიგო ნახე რა კარგი. დედიგო. მოდი ჩამოსრიალდეთ და რაღაც მეც მეძღება ეგ მომენტი. არ მიყვარს. ყველა მასეინეთ ბავშვები, ბებოებო, ასეინეთ თქვენ ბავშვები, დედები მუშაობთ. ხო, რა ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქმეს. სინამდვილეში რო გტკივათ, როგორ ხართ ხოლმე, რას განიცდით, როგორ იქცევით, ერთმანეთთან ხართ ახლოს, მე სრულიად მარტო არ შემილია და ბოლო წამამდე ვცდილობ ხოლმე რომ მარტო ვეჭიდაო ყველაფერს რა, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც ვერავინ ვერ გაიგებს იმ დროს ჩემს ტვინში, ჩემს გულში რა ხდება. ვერ გააგებინებ ვერავის, რაც არ უნდა ბევრი იტირო, რაც არ უნდა სახე ურტყა კედელს, ანუ ვერ გააგებინებ და მე შეიძლება მოგიტრიალდეთ და გითხრას რომ მეც და თავის გამოცდილებაზე დაიწყო საუბარი, რაც იმ მომენტში საერთოდ არ გაინტერესებს, არც მეგობრისგან და არავისგან რა. ძალიან ცოტა ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა გაიგებს და იმის ბრალიც არ არის. რო ვერ გაიგებს ხვდები და სადღაც იმდენად ღიზიანდები ამ ყველაფერზე რომ მირჩევნია რომ მარტო ვეჭიდავ ამ ყველაფერს რა ძირითადად რაღაც დროს ვითხოვ ხოლმე შველას უკვე როდესაც მართლა გამოსავალს რო ვეღარ პოულობ არის რაღაც მომენტები რაც მარტო უნდა გაიარო ადამიანმა აი რა წამსაც თვითონ ლაპარაკობს ხო ჩუმად ვარ და რა წამსაც ვიწყებს საუბარს რა ამას მაყურებელი ხედავს აი ხვდები დაიწყებენ ახლა არის კაჩაგას რაღაც მე ზოგადად ძალიან მიყვარს მარტოყოფნა ამ ბოლო პერიოდში მით უმეტეს როდესაც თან ძახს ვასეინებ ხო შენ როდის ხარ მარტო სულ სადღაც ხარ გადარბენაზე შეუბედო ძაღლი გასეირნებს ეგრე უნდა თქვა არ მასეინებს მე ვასეინებ მაგ ხოლმე ძალიან ბევრი დრო საფიქრელათაც იმისთვის რომ კომფორტულად ვიყო საკუთარ თავთან და ხო რაღაცები არის რაც მარტო უნდა გაიარო ადამიანმა და ვფიქრობ რომ ზუსტად ეგ არის რაც გეხმარება მე ადამიანობის და საკუთარი თავის გაცნობაში კარგია ხალხო ესე საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ძალიან კარგია. სხვაში ძალიან სწორი რაღაცა თქვი. მე ვიყავი ეგ გოგო ერთი პერიოდი, რომელიც აი სხვას რო უჭირდა. ეგ რა არის, კაცო, მე ესე მომსულია ისე და ჩემ თავზე უყვებოდი და ანუ მეგონა რომ ეს იცი რა მინდოდა, ამით მეჩვენებინა. მე რო განიცდი, არა, იგივე და მეცემართება და არ არის ტრაგედია და ნინოსაც, თამუნოსაც ხო, მაგრამ აი არ არის ეს ტრაგედია, შენ არ გეხმარება. ნახე, არ არის ეს ტრაგედია, იმ მომენტში არ გეხმარება, ხდება, იმიტომ რომ იმ მომენტში შენ ცუდად ხარ და ეს არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იმიტომ რომ ძალიან ცუდად ხარ და არ გჭირდება იმის მოსმენა. კი, სადღაც რაღაც პერიოდის მერე შენ თვითონ მიხვდები, რა თქმა უნდა, რომ ეს არ არის ტრაგედია და გაგეცილება და კი გინდა რომ ეს მალე გააგებინო ამ ადამიანს, იმიტომ რომ ტკივა შეგტკივა, მაგრამ ვერ ეხმარები რა. ანუ არც ერთი წამი არ მეხმარება მე ეგ რა. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ მარტო ვეჭიდავ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც მომახვევს თავის. კი ყავს ფანტასტიკური მეგობრები, რომლებსაც მათ გვერდში დგომას გრძნობ ყველანაირად მართლა, მაგრამ არის რაღაცები, რასაც უბრალოდ ვერ გაიგებენ და მორჩა. არის რაღაც ბრძოლები, რაც მარტო უნდა არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზამ. უბრალოდ ყველაფერთვის არსებობს რამე. რა გაიგეთ? და კი ვხუმრობ, მაგრამ ხომ ეს საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს ამ საკითხში და საკმაოდ დეპრესიულიც ვარ. ესეთი მხიარული გოგო? კი. მართლა? ეხაც დეპრესიაში ვარ, ღარიში ვქვითინებ ყოველ ღამე. მართლა კი რა, ანუ არა. იცი, ეგეც ეს ძალიან მხიარული ადამიანების ერთ-ერთი მე და ლუი და მხიარულია და მე და ჯიმ კერი. ეგეც ნერვოზის ერთ-ერთი გამოვლენა შეიძლება იყოს, თუმცა ძალიან მხიარული ვარ და ბევრს რო იცი, იცი? ეს არის სტრესთან გამკლავების რაღაც ხო, ანუ რაღაცა გიჭირს. ხო, მაგრამ ბავშვის მექანიზმი არის. არა, ის თავს იმართებს, რომ არ მაქვს ნერვოზი, ბავშვებიდან ეგეთი ვარ. არა, ნერვოზი კი რა, ალბათ უმძიმეს მდგომარეობა მაქვს, მაგრამ ყველა ჩემი აზრით, ახლა კარგად რო იყოს, ჩემი აზრით დასაწყენები ვარ. ჩემ შემთხვევაში არის ის, რომ სულ ასე ვარ რა, ანუ არ ვიგონებ რაღაცა ცუდად რო ვარ ის გავაკეთო, ცუდად რო ვარ ის მოვიფიქრო, ან ეს გავაკეთო. ანუ სტანდარტულად მე თვითონ ვერევი ჩემ თავს, მე თვითონ ვდგები, მე თვითონ ვაგრძელებ. წავიქცევი, ავდგები, წევიქცევი, ავდგები. თავარია.
ხო, საკუთარ თავს უნდა მოусმინო რა. ხანდახან გინდა რომ მსხვერპლი იყო და უნდა იყო ცოტა ხანი, მაგრამ უნდა იცოდეს სადამდე გაგიგრძელდეს ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში საღიაზრონებაც უნდა დააბრუნო, რაღაც მომენტში კი იზუილე და იყავი პატარა გოგო, რომელსაც რაღაცა თავზე ხელის გადასმა უნდა, რაღაც მომენტში შეიძლება მართლა ჰალკი იყო. ანუ თან ქალებს მაგის ability გვაქვს. ჰალკის რო შეება ჰალკი რო შეუძლია რომ იყოს. ძირითადად ჩემი პრობლემა დახმარების თხოვნა არის. მართლა. უდიდესი პრობლემა ეგ არის. მე თვითონ ყველა საკითხში. მეც ვიცი ხოლმე რაღაცა არ ვიცი 12 მამიდა ვარ ხოლმე ერთად და გადავწყვიტავ რომ ყველას ყველაფერი უნდა გავუკეთო, იმიტომ რომ ჩემს გარეშე ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ რაღაცა და პირველად ჩემ აქმარმა რომ საბუთი მოიტანა რაღაცა საკეისრო კვეთის თუ რაღაცა ისიმის, რომ მარტო წავიდა მოიტანა და რაღაცა ისე შემიყვარდა კიდევ რომ რა ვიცი რატო ვერ უნდა მოიტანოს კაცმა საბუთი, მაგრამ ალბათ იმასაც ახალი ნამშრომი არ არის მე თვითონ. იცი რა რაღაც მასშტაბებს ძალით ვიღებ საკუთარ თავზე ხოლმე, იმიტომ რომ გვინდა რომ სხვას შეუმსუბუქო ის რაღაცა თუნდაც ელემენტარული რაღაცა ის მომენტი რომ ელემენტარული არის ყველაზე ტვინის ბურბა. მე ანუ ეს არის ზრუნვის გამოხატვა რეალურად. მაგრამ უნდა იცოდე სადამდე კონდეს მაგის ლიმიტიც. კი ბატონო. იმიტომ რომ ყველას არ უნდა გადაყვე. ეგ მაგას მივხვდი რომ ყველას არ უნდა გადაყვეს. უბრალოდ ყველას არ უნდა გადაყვე. ერთ დღეს მე დაждდებიან და კარგი. რასაც შვებიან ხოლმე კი ანუ ხო მაგრამ მე მაგ ჩემი ძმა მეუბნება ხო მე რაღაცას დაურეკა აი ეს ისა მე ეს იყო იცი მე არ მინდოდა ესე გამოვიდეს და მე თვითონ დაიკიდე რა ძალიან ბევრს ფიქრობ ბჭო დაიკიდე და თითქოს რაღაცა უფლებას მაძლევს რომ დავიკიდო და ისეთი შვების მომგვრელია ხოლმე ეს დაიკიდე აი ზუსტად აი რა ღმერთო აი დავიკიდე ფონები დავიკიდე ხო გიჟი ვარ ეხლა და მაგ ამის უფლება რომ თითქოს აი უფლებას მაძლევს რომ დავიკიდო რა და მეც ხო და არა შენ უნდა მის რაღაცებს შენ ანუ აი მართლა აი მაგიტომ ამბობ აი ფანტასტიკური ასაკია თქო რაღაცა 35-დან ზემოთ თითქოს ყველაფერი ლაგდება ტვინში აი შენ ხა კიდე მითხარი რომ 40-დან კიდე რაღაცები კიდე უფრო დალაგდება 35-დან იწყება კი ბატონო ხო აი რაღაცები ისე ფანტასტიკურად მილაგდება ტვინში რომ მაგრა ასწორებს ის ნაბიჯები რომელსაც ვერასდროს ვერ გადავდგავდი ის სურვილები რომელსაც ვერასდროს ვერ შევისრულებდი რატომღაც აი 35-დან ზემოთ დავიწყე თითქოს და რაღაცა საკუთარ თავზეც ფიქრობ და საერთოდ არ ტეხავს ეს ხო და აი ადრე როგორი მოცემულობა იყო აი ხო და აი ადრე როგორი მოცემულობა იყო იცი რომ სულ ფიქრობდი იმას რომ რაღაცნაირად საზოგადოების რაღაცა ამ ჩარჩოებში და რაღაცებში უნდა ყოფილიყავი და ეს რაღაცა ტრადიციები რაზეც გავიზარდე და აი ამ ყველაფერზე ეხლა გვაქვს ასაკი აი მართლა კიდია რაღაც ანუ ის კი არა რომ ვთამაშობთ ამ ყველაფერს უბრალოდ ანუ მე ვიცი მე როგორი ტიპი ვარ რუსკა მიცის რუსკა როგორი ტიპია ვის რა გვინდა რაზე ვართ ოკეი რაზე არ ვართ ოკეი აი 30 წლის ასაკში ხა აი მჭორობზე რაღაც სისულელე რაღაცებს რო ლაპარაკობენ ხო იცი რა და მემართებოდი ხო და აი ეხ აი მაგას სულილი ვეგდებოდი სადმე წვეთოვანზე შეერთებული აი რამ სიგძე ფეხები კიდე კაი ერთი სიკეთე გააკეთა ღმერთმა კიდია ამ გრძელ ფეხებზე და მაგრა ასწორებს რა. ყველა დაეტევა. კი, აი ყველა დაეტევით ილაპარაკეთ რა. თან რაღაცნაირად უკვე იმ ხელა გამოცდილება გააქვს და თან ისეთი მithumetes ამ პერიოდში რაც გავიარეთ ზოგადად მილენიალებმა რომ ძალიან მარტივად შეგიძლია მიხვდე ვინ არის, ვის ენერგია აქვს, ვის როგორი ენერგია აქვს, ვისთან რა თქვა, ვისთან არ თქვა და ვის მისცე შენი რაღაცა საშუალება შენთან ურთიერთობის. და ზოგადად ვის მისცე ან ვის არა. ძალიან მარტივად გამოვიდა. ძალიან მარტივია. ასე რომ ეს პირველად განიცდით გაზრდას, ნუ განიცდით კინოლად. ყველაფერი კარგად იქნება. ლავე, თუ არ იქნება და მაგასაც დაიკიდებთ. არ დაიქრინჯოთ ახლა, არ დაიქრინჯოთ. ვითამაშოთ. კი, მზადვა. მზად ხართ? მათემატიკური კითხვები ხო არ არის? მოვაგებინოთ ახლა თუ გაგულახავს. აუ, ეგეც ძალიან მძიმე თემაა ჩემი. რო ვაგებ მძიმეს. ანუ ხო მივხვდი ახლა ყველაფერი, რა უნდა მოიგოს. არა, მოდი. ნიცა შენ ცალკე მოდი ჩემთან ხო? არა, ხალხო მე ნუ გამომიყვანეთ ახლა მტარვალი. თამაშობ წესების დაცვით. მე მიყვარს არა. ჭიჭკილი ბავშვი ვინ იყო ეს? არა, თან ყველაფერზე უბედურება იცით რა. არა, ვინ ხო? კაი. ყველაფერს ვიტყვები, ყველა თამაშის დროს, ყველაფერზე მივდეთ, ყველაფერს ვკადრულობ კი. ჩემთან ერთად. ვინ უფრო მშიშარა, არ დამთავრდება ეს არასოდეს. მე. ვის უფრო მეტად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა? მე. ვინ უფრო ბუტია? მე. ვინ ლაპარაკობს მეც? მე ორივე. ორივე ხარ ორივე შენს მაგივრად რო იცახეს ორივე და შენ რო ჯუმად ხარ. თქვი. ვინ უფრო კარგად ინახავს საიდუმლოებებს? რატო გეკითხებით ორი ჯერ ორივე. ვინ უფრო ჭკვიანია? მე. ორივე. მე. ვინ უფრო ჭკვიანია? მე. მე არა. საერთოდ. ანუ ვინ უფრო მხიარულია? მე. ვინ აგვიანებს ხოლმე? არც ერთი.
კამაც ვინ იწყებს ეს ხშირად? მე, ვაიმე, ავიერი. ვინ აგვიანებს? ჯამოყალიბი ხა. ეს უფრო ეს არის დამგვიანება. ეს არის დროის ძალიან კონტროლი დამგვიანება. ძალიან მოჭერს. მე ვარ მანიაკალურად ვის ვარ. პუნქტუალური. პუნქტუალური. ვინ იწყებს ხოლმე კამაც? ორი. გააჩნია. უფრო ემოციური რომელი ხართ? ორივე. აი ხო, ამ შემთხვევაში ორი. კი, ეგ იყო სულეგა. იჭრევინება ეს. ეგ შენ? ჯიბიდან ისვრის ეს. ანუ რო ირტყმევინება მოვინება ეს კი. კარგი. მაგ პოინტამდე არ უნდა მივიყვანო ჯასმინ. კიდე. ანუ სულ გაფრთხილებებში ხართ, ეს იგი მე კარგია რომ გადავრჩი. აი რომ მკითხონ ჩემი ცოლის დაკალებში ყველაზე მეტად რომელ პერსონაჟს არ ეთანხმები, არ ვეთანხმები ნინას. ძალიან გამაკვირვებ თუ შენ მეტყვი რომ რამე ძალიან ბევრ რამეში ეთანხმები. ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები. ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები და კომპლიმენტი ზუსტად ის არის ჩემი შენდამი რომ იმდენად კარგად თამაშობ ამ პერსონაჟს რომ სადღაც რაღაც მომენტში მავიწყდებოდა ხო ვიცი ხა ანიტრებულჩებას გიცნობ ამდენი წელია. მავიწყე სადღაც რაღაც მომენტში რაღაც წლების მერე მეგონა რომ ალბათ ესეთი გახდა თქო ესე რანაირად თამაშობს თქო. და რა გაღიზიანებ? შენი აზრით არ ვეთანხმები მაგ ხალხს უფლება რომ ეგეთი იყოს? ყველას აქვს უფლება ისეთი იყოს, მაგრამ ეგ ხალი თავის თავს აწამებს მარტო მეტი არავის. კი, თავის თავს აწამებს. მე რა უფლებით აწამებს თავის თავს. მაშინ თუ ესე მივუდგები. კარგი. და ენა თოფესაც ჩაუყი ჩემ მაგარი ვარ მართლა. შენ მოიგე. მარტო მაგარი ვარ. დებატები შენ მოიგე. და პრიზების საჩუქრები გვაქვს, საჩუქრები. გამახსენდა. აუ საჩუქრები. აუ რა კაი პოდკასტი ხოთაშორის, აი დასპონსორებული პოდკასტები ასწორებს. მე მგონი საჩუქრები ყოველთვის ძალიან სასიხარულოა. ეს არის ქართული ბრენდი ნიკოლო, რომელიც საქართველოში აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ძალიან ლამაზ და მრავალფეროვან აქსესუარებს. ვაუ. შანთები და სულ ჩემი რუდუნებით და სკრინშოტებით მაქვს შერჩეული. შენ შეგვირჩიე? ეხლა მე არ მეჩვობოთ სახში რო წახოთ ეს რა უბედური. გავცვალოთ ხო? კი. მადლობ. აუ რა ლამაზია. აი ესე მარტივად ვიფიქრე რომ ერთნაირებით სხვადასხვანაირები ჯობია და აუ რუსკასტილია ეს მართლა? კი, ეს წამში გავცვალეთ. ხარისხი, სურნელება, მშვენება. იმედი მაქვს ხშირად გიხილავთ ამ ჩანთის ხელში კარკა გადგილებში. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, ჩემთან რო იყავით, იმიტომ რომ ვიცი რომ დრო ძალიან ძვირფასია, მით უმეტეს რუსკას თავისი პოდკასტი აქვს და კიდე არაფერი არ გაქვს სალაპარაკო აქეთ კიდე. ძალიან დიდი მადლობა დავიბენი ხამდენი კომპლიმენტისთვის. მადლობა. ატის გცემთ და ჩვენც გადავცემთ და გვიყარხარ. მეც ხო არაფერი არ მაცალა. წარმატებები. მე ვფიქრობ რომ შენ ხარ ყველაზე მის და უმისესი. მოგიწყობ ერთხელ მაგ სილამაზეს კონკურსს სტადია კიდე და ესე იგი და აი ამ ხიარულ თალღაზე გემშვიდობებით დღეს ჩვენთან იყვნენ რუსკა და ნინუც სამაყაშვილები. მადლობა მათ ამისთვის და მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით. ნახვამდის. კარგად. აუ რა კაი ჩანთა. დედა